საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმ უკრაინელ მოსწავლეებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით საზაფხულო ბანაკში ისვენებენ. ირაკლი კობახიძესთან ერთად ბავშვებს ვახშამზე უმასპინძლეს განათლებისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ასევე უკრაინასთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელმა. ბანაკი მოსწავლეებს ორნაკადად 30 ივნისიდან 20 ივლისის ჩათვლით მასპინძლობს. ორი კვირის განმავლობაში ისინი კულტურულ შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობენ. ასევე ტარდება ექსკურსიები თბილისში, სიღნაღსა და ბოდბეში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მორალური მხარდაჭერა გამოუავლინოთ ჩვენი უკრაინელი თანამოძმეების მიმართ, განსაკუთრებით მომავალი მოზარდი თაობის მიმართ და შევუქმნათ ისეთი გარემო, რომელიც მათ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ნაწილობრივ მაინც იმ სტრესს და იმ დაძაბულობას შეუმსუბუქებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული ჟესტი ერთგვარად იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ომისგან მიღებული ტრამპით არიან და რა თქმა უნდა ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის, რომ ზაფხულის დღეები გაატარონ მშვიდ გარემოში საქართველოში და მიიღონ ის სითბო, რაც მათ ძალიან ჭირდებათ ომის პირობებში. მე ვარ ანგელინა 14 წლის, ვარ ოდესის ოლქიდან სოფელ პავლინკადან. ჩვენ კმაყოფილები და მადლიერები ვართ იმით, რომ საქართველო მოგვიწვია. აქ ძალიან მშვიდი გარემოა, რაც ჩვენთვის ძალიან დასაფასებელია. მადლობლები ვართ იმისთვის, რომ საქართველოში დასასვენებლად დაგვპატიჟეს. ბანაკში ყველაფერი ძალიან მოგწონს. ვთამაშობთ და კარგად ვერთობით.